სანამდე უნდა შევწიროთ სვეპლად ჩვენი შვილები, ხო? ულამაზეს უკარდეს ბავშვს გამოასალმო სიცოცხლე. დღეს იმის იყო, ხვალ იქნებ ჩემი იყოს. არავინ არ ვიცი, ხომ ეს? და არაფრისგან არ ვარ დაზროვლები და დაცულები. უდიდესი ტრაგედია ჩვენი კუთხისთვის ეს მერამდენეთ, ხო? და თქვენი თვალითურა დაინახავთ და ხედავთ აქ რომ ეს მოსაწესრიგებელია. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, არა ჩამორჩენილ ქვეყანაში არ ხდება. ესეთი როგორიც ჩვენთანა. რამოდენიმე გადასასვლელი, რომელიც არანაირად არ არის ყურადღება მიეცათ. არა თუ მოპირკეთებული, არამედ სადაც აღინიშნება, რომ აქ გადასასვლელია. ნუ თუ არ ვღირვართ ჩვენ ეს ქვეყნის მოქალაქეები, ამ ხელისუფლებისთვის და ამ სამყაროსთვის არაფერს არ წამოწევთ. რომ ელემენტარული ხუთი რვა გადასასვლელია, მოკეთდეს, მოპირკეთდეს და მოგვექცეს ყურადღება. 2 წლის უკან ქალბატონი მოკლა ტურისტი, ჩემი სახლის იქით გადასასვლელზე ტურისტი ქალბატონი. ერთ ბავშვს ფეხი მოაჭრა, რომ მალევე მიხვდა ბავშვი და დაიხია და ფეხი წააცალა და ქალბატონი რამოდენიმე კიდე ორი და ვისგანაც მსმენია და გამიგია უამრავი ჩემამდეც. და ეს ჩემს შემდეგ რო იქნა. უბრალოდ სირცხვილია ხალხო, ეს არის სირცხვილი 21 საუკუნეში ვითხოვ ხალხი იმას რომ აკეთდეს მოწესრიგდეს გადასასვლელები. არანაირი პასუხი არავისგან და არაფრისგან. არავისგან. წუხვად და სამწუხაროა. ამას ჩვენც ვწუხვართ და ვხედავთ რომ სამწუხარო ფაქტია. რამე შეწუხებულის გაკეთებას გვიგავს რამე? ფაქტი რომ შეწუხებულიყვნენ. ხო მეტად უკეთესი უნდა გქონოდა. ყურადღება უნდა გამოიჩინოს ვიღაცამ ვისაც ეხება. კონკრეტულად ვისაც ეხება ეს ეთილინებო და მიიღო ზომა. ეს პირველი შემთხვევა არ არის ნამდვილად, ხედავთ სკოლას, საჯარო სკოლას, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს და სადაც აი ესეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს ძალიან ხშირად და განმეორდეს, რაც არის ძალიან ცუდი მთელი ქვეყნისთვის და რა ვიცი, ამას შეიძლება მიხედვა რა. აი ეს თუ არ გამოსწორდა ეს სიტუაცია და აქ რამე პრევენცია არ მოხდა უსაფრთხოების ზომის, აი ძირითადად აი ამ ტერიტორიაზე, სადაც არის სკოლა და სადაც სწავლობენ ჩვენი პატარები და ჩვენი ბავშვები. მთლიანად აქვს ეს შემოღობავენ რა თქმა უნდა, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ადგილას, სადაც ხალხი გადადის. მაგისი მილიონი ვარიანტი შეიძლება გააკეთონ, ან ბათუმის მერიიდან, ან მთავრობიდან, ან ინფრასტრუქტურის მოწყობიდან, სადაც შეიძლება რომ უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული რა. ფეხი ჩაოლებრივად შეიძლება ადამიანს ჩაუვარდეს, დაუცულდეს, დავარდეს და ანუ ის მანევრი ვერ გააკეთოს, რომ გადავიდეს მეორე მხარეს უსაფრთხოდ. და გადაასწროს მატარებელს. ეს ხიდი, სანამ ეს ხიდი გაკეთდებოდა, აქ მანქანებიც გადადიოდნენ ჩაოლებრივად და კი იყო შლაგბაუმი, იყო ჩაოლებრივად. გამართლებელი ნიშნებიც იყო, მაგრამ რაც ეს ხიდი გაკეთდა, იმის მერე აი ბარცხანის ტერიტორიას პატრონი არის. მთავრობა როდესაც ხედავს, რომ დაზარალებული არის არაერთი, ან თვითონ ხონდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, სანამ აი ბავშვი შეეწირა, ან ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ხონდა მივიდეს იმ დასკვნამდე, ესე იგი რაღაცა საპრობლემოა და მოვიდნენ და მაინდა-მაინც მოსახლეობამ უნდა დაწეროს მაგასთან დაკავშირებით. თვითონ ხონდა ხდებოდეს ადამიანი, რომელიც მოდის და უყურეს უსაფრთხოებას, ან თუ გინდა სკოლის, მოდის და ხედავს, რომ ლიანდაგი არის, რომელიც არის აი გადაშიშვლებული უბრალოდ და ბავშვი შეუძლია პროსტა გაირბივოს. ან ითამაშოს მოვიდეს აქ. აი ეგერ სათამაშოები არის ბავშვის ის არის. აი რამდენი პროსტა ზაფხულის განმავლობაში, როდესაც თბილი არის ტემპერატურა, რამდენი ის არის, რა ქვია, ბავშვი თამაშობს სოკარის მიმდებარი ტერიტორიაზე. სტადიონიც გვაქვს, ანუ ყოველდღიურად უწევთ აი ამ საფრთხის გადალახვა. ჩვენ შვილებს, მეც ორი შვილი მყავს და არ ვიცი, ეს იყო შემაძრწუნებელი, სისხლამდე შემაძრწუნებელი ეს რაც მოხდა რამოდენიმე დღის. სასწრაფოდ გასაკეთებელი არის აი ესეთი რაღაცა გაკეთდეს, სადაც ხალხი მოძრაობს. ყველგან არ გადადის ხალხი. ხედავთ აქ როგორ გადადის ბავშვი, რომელიც არის შემოღობილი, რომელსაც აქვს ნიშნულებიც, რომ სახიფათოა და რომელიც განიშნებს, რომ მატარებელი მოდის. ანუ ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა, ეს არ ჯდება ეს დიდი თანხა. ეს სადმე ჩვენთან არის გაკეთებული თუ უცხოეთის გამოცდილება? ეს უცხოეთის გამოცდილებაა. ანუ, რა ვიცი, ეს ყოფილა რა მე-17 შემთხვევა, ბავშვების, არა მარტო ბავშვების, რა ვიცი, გასული ადამიანების, სულათია რა მნიშვნელობა აქვს და უნდა დაგვეხმარონ და გვიშველონ რაღაცა, რა ვიცი. მე აუტისტური სპეციფიკური შვილი მყავს, გამოიყარა მისი სკოლიდან, გადაარჩინა მეზობელმა.
და რა ვიცი, არავინ არაა დაცული და ვითხოვთ რომ ეს ლიანდაგი რაღაცნაირად დღესაც აქ იყო გამგებელი მერიდან, როგორც აინეს განცხადება, რომ ეს რაღაცნაირად გახდეს უსაფრთხო და იყოს დაცული. ბევრჯერ ყოფილა გადმოსულ ვართ, გადასულ ვართ და რაღაცა ჩვენს მოგპარვია, ვერ გაგვიგია და ეს გვინდა რომ შეიღობოს რა იქედან აქედან. მე მგონი საქართველოს ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება. ანუ გადაიკეტოს უნდა, ხო? დიახ. გადასასვლელები მესმის ახლა რომ თლიანად ვერ გადაიკეტება, მაგრამ გადასასვლელები ერთი სამ ადგილას ისეთი ჭიშკრიანი ან რაღაცა უსაფრთხო რომ გაკეთდეს. ეს აუცილებლად აქ შუქნიშარი და პიცარია და ბენზინის დაგება და პიცარია და ასფალტის დაგება არ შევედის ამას. ეს უნდა შეიღობოს. იმიტომ რომ მოსახლეობაში ასე არ უნდა დადიდეს მატარებელი. აი უსაშილესად განერვირებული ვარ ყველა და ვარ სასწაულად შეშინებული. მარშრუტი გაიკეთა, ავტობუსი იკეთა, სკვერი იკეთა, გასართობი პედაჟორია თუ ანუ რაც არსებობს ყველაფერი აზიქეთ, სტადიონი თამაშობენ დღეში მილიონჯერ გადადიან, გადმოდიან, კიდე აუტისტი იყოს, კიდე არ იყოს. დიდი პატარა ყველა დავდივართ. ამას პლუს სკოლა აქვს უზარმაზარი, ხო დიახ? და კი 17 აუტისტი ბავშვი ვარ სკოლაში და ანუ არა ვარ არც ერთი და არავინ არაფრისგან დაზოვდა. ეს უნდა აი არ ვიცი, ეს უნდა შემოიღობოს ღობე და გაკეთდეს. ეს ლიანდაგი ასე მოსახლეობაში არ შეიძლება გაშიშვლებული იყოს. არ იყო ბავშვი, იყო ღიერი ქალი, მაგრამ მოკლა და ასე შემდეგ და ზოგს ხელი არ აქვს, ზოგს ფეხი არ აქვს. მე ხარო დიდი ხნის მოსახლე აქვს, მაგრამ ვიცი და გასაწყობია და ანუ არაფერი ეს ვიზიარებ და წუხარ არ შველის ამას. ოჯახი დაიქცა და არ ვიცი ამას რა ქვია, არ ვიცი, ეს არ ვიცი რა. მე კიდევ შოკირებული ვარ და სასწრაფო დაუყოვნებლივ მიიღონ რაღაცა უსაფრთხოების ზონა. გავსი არ ყოფილა ჩემებიდანაც მოყოლებული, აი ვინც კი მსმენია რომ აი საგზაო აი გადასასვლელიც კი ნორმალური არ აქვს. ან მოაჯირი იყოს ან გამაფრთხილებელი ან ზაბორი, რომ აი იქ არის ნიმუში რომ გადავიდეთ, მაგრამ არანაირი აფერდლადი აქ უნდა იდგეს ახლოს. როგორც ზებრა არის, ზებრასთან გადასასვლელი, იქ არის შუქნიშნები, ასე უნდა იყოს აქაც. ხოვნით მდარით მიმართავთ ყველას. ვისაც გული შესწივა რომ დაგვეხმარო და დაგვიკეთონ ნორმალური და კარგი გადასასვლელი. ამას გადასასვლელი არ ქვია, ხო? ანუ ფეხით შეიძლება ჩაუვარდეს, ხო? მეც აი ვიყავი რამოდენიმე ხნის წინ ძლივს გადავედი. ერთი მოვდიოდი და ძლივს გადავედი. ძალიან გამიჭირდა.